გამარჯობა, ეხლა ვიმყოფებით გორის რაიონულ სამმართველოსთან და ხედავთ ეხლა სამმართველოში არიან პოლიციელები, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ ის ადამიანები, ვინც გუშინ იძავდეს ორ მოქალაქეზე, ხო? და გავიგეთ, რომ დააკავეს 6 ადამიანი, მაგრამ სად არის, ხო, ვიდეოში ჩანს 15-20 პოლიციელი, რომელიც ერთმანეთზე ოდებიან, ვისი ჯერი დადგება, რომ ან ფეხი ჩაარტყან, ან ხელი ჩაარტყან და ადამიანი ცემონ და გაიმეტონ სასიკვდილოდ. და აქ ხედავთ იმ ადამიანებს, ვინც მართლა გუშინ ადგა დღისით, მზისით, არაფრის შიში არ ქონდათ და იძავდეს ადამიანზე. მაშინ ამ ქვეყანაში რატო ცხოვრობთ, სადაც ყავს პოლიტპატიმრები, მაგალითად ყავს გელა ხასაია, რომელიც ჯერ თითქოს შეუტყობინებლობის გამო დაიჭირეს, სად არიან მაშინ ის პოლიციელები, რატო არ არიან დაჭერილები, ვინც არ შეატყობინეს ამ დანაშაულზე. შემდეგ გელა ხასაიას ჩაუდეს ვიღაც ადამიანები, ვინც დაზარალებულები არიან და არ არსებობს არანაირი პირდაპირ მტკიცებულება, ვიდეო, მოწმე, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს. და ვიდეო გვაქვს, რომელზეც პოლიციელები ჩანან როგორ ურტყავენ ადამიანს და 15 პოლიციელი და მხოლოდ 6 პოლიციელია დაჭერილი, ხო? ყავს მზია ამაღლობელი, რომელიც ერთი პატარა სილის გაწვნის გამო არის ციხეში. სად არიან ის ადამიანები, რატო არ არიან ციხეში, რატო არ არიან დასჯილები, რომლებიც გუშინ სიკვდილამდე იმეტებდნენ, ისე ურტყავდნენ უდანაშაულო მოქალაქეს. ეს არის დღევანდელი ქვეყნის რეალობა და საკუთარ თავებს დაუსვით ყოველ დღე კითხვა, ყოველთვის ხდება უბედურება და ყოველთვის ხდება მსგავსი რაღაცეები. ეს მართლა შეცდომა არის, როგორც პაპუაშვილი იძახის, მართლა რაღაც გადაცდენა არის თუ ეს არის მართლა სისტემური დანაშაული. მე მგონი მიხვდებით ამას და დაფიქრდებით, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ეს სისტემა არის ძალიან მარე მოსაშორებელი საქართველოსთან, რომ ყველა ვიცხოვროთ სამართლიან და ბედნიერ საქართველოში.